პროექტის ფარგლებში ჩაატარა კვლევა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის სასწავლო აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასება. პროექტის დონორი პური მსოფლიოსათვის ეკლესიათა განვითარების სამსახური, გერმანია. კვლევის ანგარიში გამოქვეყნებულია ფონდის სოხუმის ვებგვერდზე. დღეს ვისაუბრებთ სოციალური პარტნიორობა ბავშვის კეთილდღეობისათვის. ჩვენი სტუმარია მკვლევარი მაკა აბულაძე, მე გახლავართ ჟურნალისტი იაიაშვილი. გამოტანო მაკა, თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ბავშვებთან მუშაობის, მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაშიც დიდი გამოცდილება დააგროვეთ, მაგრამ მოდით ვისაუბროთ ახლა ამ სტანდარტებზე, მიდგომებზე, იმ სოციალურ პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც ეს კვლევები ჩატარდებოდა. აი, ჩატარდა. რა არის ეს ბავშვზე ორიენტირებული განათლება, მაინც როგორ განმარტავდით ამას? მოგესალმებით. ბავშვზე ორიენტირებული განათლება განიხილავს ცენტრში ზუსტად ბავშვს. წარმოიდგინეთ, ცენტრი არის ბავშვი და ყველა ტრიალებს ბავშვის გარშემო. ანუ მასწავლებელი არის ფასილიტატორი. მხარდამჭერი, მიმწოდებელი საჭირო ინფორმაციის, საჭირო რესურსის და არავითარ შემთხვევაში არ არის ცენტრი თვითონ. აი ჩვენ ადრე უფრო მოდელი ესეთი იყო, ხო? მასწავლებელი იყო დირიჟორი და მის ყველა კი ბატონო ჯოხის მოძრაობაზე ერთ ხმაში საუბრობდა კლასი. ჯგუფი, საბავშვო ბაღშიც ესე იყო, ხო? დღესდღეობით ეს აბსოლუტურად შეიცვალა. დღეს ბავშვის ინტერესებიდან ამოვდივართ. მასწავლებელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მუდმივად აკვირდება, აი ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა. ზუსტად ამას გულისხმობს თავის თავში, რომ მასწავლებელი მუდმივად დამკვირვებლის როლშია. რა საჭიროები, რა ინტერესები აქვს ბავშვს და იმის მიხედვით ხელს უწყობს მის განვითარებას. ცენტრი ბავშვია. ანუ სისტემაზე მორგებული ბავშვი კი არ არის აქ. არამედ სისტემა ერგება ბავშვს და ბავშვის საჭიროებას და ეს არის სწორედ ბავშვზე მორგებული განათლების სისტემა. ადრე იყო ესეთი სტერეოტიპი, რომ აი ბავშვებს არ ვეკითხებოდით არც მომავალ მიზნებთან დაკავშირებით, არ ვეკითხებოდით თავშად ჭადრაკში უნდა სიარული თუ სპორტზე, მუსიკაში თუ ვიოლინო თუ ფორტეპიანო. უკეთ არჩევანის საშუალება ბავშვებს ნაკლებად ჰქონდათ და აღმოჩნდა, რომ ეს მაინც და მაინც კარგი მეთოდი არ არის. ძალიან ბევრი რამის სწავლა მოგვიწია და ბევრი რამე შეიცვალა. აი რა შეიცვალა? რატომ მხოლოდ დროის ბრალია ის, რომ მაგალითად თანამედროვე ბავშვი სხვანაირია, თუ არ არის ეს რაიმე კავშირში შესაძლებლობებთან, მრავალფეროვნებასთან? ცალსახა არის, რომ დრომ მოიტანა აბსოლუტურად სხვა მიდგომები, დრომ მოიტანა ის რეალობა, რომ ეს ბავშვები ჩვენგან განსხვავებით საოცარი გამოწვევების წინაშე დგანან, აქვთ ინფორმაციის უზღვავი ნაკადი, სოციალური სივრცის და საერთოდ ამ ინტერნეტ სივრცის დამსახურებით და თუ ჩვენ ძალიან დიდი გულისყურით ვუსმენდით ხოლმე მასწავლებელს, მაგალითად, რომელიც გვიხსნიდა ისტორიის რომელიმე მოვლენას გვიყვებოდა, ხო, ისტორიულ მოვლენაზე და თვალებში ვუყურებდით, რომ გვაინტერესებდა წიგნის იქეთ კიდევ რას მოგვიყვებოდა, კიდევ რას გვეთყოდა, დღევანდელი ბავშვი ჩაწერს ამ მოვლენას, უყურებს ფილმს, გაიკეთებს ვირტუალურ სათვალეს თამაშები იცით შექმნილი და შეიძლება ერთ-ერთი გმირიც აღმოჩნდეს და ერთ-ერთი მმართველიც აღმოჩნდეს, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, ხო? ანუ ამ ბავშვთან, რა თქმა უნდა, საჭირო არის სულ სხვა მასწავლებელი, სულ სხვა მიდგომა, სულ სხვა მშობელი, ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდა თავის დროზე, იმიტომ რომ ეს ბავშვები თავისი მოცემულობით ვერანაირად ვერ იქნებიან შედარებული იმ რეალობას, რომ რეალობაში ჩვენ ცხოვრობდით და ჩვენ ვიყავით თავისთავად მათი გამოწვევები, რომლის წინაშე თვითონ დგანან, ჩვენი გამოწვევებიც არის, ხო, მშობლების, მასწავლებლების და თუ ისინი ყოველდღიურად თემის, რა თქმა უნდა და თუ ისინი ყოველდღიურად ვითარდებიან, ახალ ინფორმაციას იძენენ, ხა რაში ვიქნებით საინტერესო ჩვენ, მოდით ერთადგიზემ დგომი მშობელი, ერთადგიზემ დგომი მასწავლებელი და საზოგადოება თავისთავად ამ ბავშვებს როგორც თვითონ ვითარდებიან, რა თქმა უნდა, რომ სწორი მიმართულება მივცეთ, აი უნდა აუწყოთ, ფეხი და სწორი მიმართულებაც რომ მივცეთ, აი ამ ნაკადში ხო შესაძლებელია ბავშვი არ დაიკარგოს, ჩაითრიოს ამ ნაკადმა და დაიკარგოს პიროვნულადაც, სულიერადაც
არ შეიძლება ბავშვს არ ჭირდებოდეს ისეთი ადამიანი უფროსის სახით გვერდით, რომელიც სწორ მიმართულებას მიცემს. დღეს უფრო მეტად ჭირდება. აი მე ამას გავუსვამდი ძალიან ხანს, რომ ჩვენ საზოგადოება იმდენად წესების ქვეშ ცხოვრობდით იმ პერიოდში, რაღაც საზოგადოებაც გასწავლი და რაღაც სკოლას თავისი გაწერილი წესები ჰქონდა და უფრო მეტი იყო ის გამოცდილება, რაც შეიძლება და ოჯახის გარეთაც მიგეღო, დაუშვათ ოჯახი, რა თქმა უნდა, მაშინაც ამოსავალი იყო, ყოველთვის ამოსავალია მაშინაც დღესაც, მაგრამ მეტი შანსი ჰქონდა გადარჩენის ბავშვს. აი კარგი უფროსი თუ არ ედგა გვერდით, მაინც თავისი უნარებით, სოციალური გარემოცვით და ზოგადად სიტუაციით, რომელიც ჩარჩოში იყო. ამ ჩარჩოების მიღმა გასვლის საშუალებაც კი არ ჰქონდა და ამიტომ მეტი გადარჩენის შანსი ჰქონდა, თუნდაც არ ყოლოდა რაღაც უფროსი, რომელიც ეტყოდა, რომ ამ გზით არ უნდა იარო, ამ გზით, იმიტომ რომ ამ გზებს არ სწავლიდა სკოლაც, საზოგადოებაც რაღაც ეს საერთო ჩარჩო იყო. შანსიც ჰქონდა. ხო, და თვითონაც, მაგრამ დღეს ეს არ არსებობს. ყველაზე მთავარი, რაც აი ამ კვლევების დროს გამოჩნდა და მიუხედავად თქვენი დიდი გამოცდილებისა, თქვენთვისაც კი იყო მოულოდნელი. აი რა იყო ისეთი სიახლე, ეს ერთი შეხედვითაც შეიძლება ჩანდეს, რომ დღეს სხვა გამოწვევების წინაშე ვართ, დღეს, როდესაც ინფორმაცია ბევრი გვაქვს, იქედან ჩვენთვის სასარგებლო სამოკრეფა მნიშვნელოვანია, გასაგებია, მაგრამ აი მაინც როცა ესეთი გამოცდილება გაქვთ, ჩატარებული კვლევის პირობებში რა იყო ისეთი, რამაც თქვენი გაოცება გამოიწვია, რამაც თქვენი ყურადღება მიიქცია. თუნდაც როგორც გამოცდილ ადამიანთან, როგორც მშობელთან. ყოველთვის ვამბობ, რომ ვერასოდეს ვერ ვიყურები მარტო როგორც დარგი სპეციალისტი. ასეთი კვლევების დროსაც კი. ალბათ ეს ჩვენი განსაკუთრებული ემპათიის ნიჭიდან გამომდინარე, ყოველთვის შემიძლია რომ გადავიდე და რაღაც სხვისი პერსპექტივიდანაც დავინახო საკითხი. ასე მეგონა, ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ამ კვლევებმა იმდენი რამ გამოკვეთა და იმდენად ბევრი საჭიროება და იმდენად ბევრი რამ დავინახე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კი ვიცოდი, რომ მშობლებს საკმაოდ ბევრი რამის გადაღება უწევდათ, მაგრამ მთლად რაღაც ამ სიღრმეებში კიდევ არ ჩამიხედავს. ის მშობელთა სკოლაც არსებობს ჩემთან უკვე წლებია საბავშვო ბაღში, თითქოს რაღაც ის ფუნქციასაც ასრულებს, რაც უნდა შეასრულოს ნაწილობრივ, მაგრამ აი ეს სიღრმე, რაც ჩვენ ზოგადად ყველაფერს გვასწავლიანია. ქიმიას, ფიზიკას, ყველაფერს, ყველა საგანს გვასწავლიან, ქცევას, კულტურას და არ გვასწავლიან ყველაზე მთავარს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ადამიანს ეკისრება მშობლობით. მშობლობას არავინ არ გასწავლის. არავინ არ გეუბნება, რომ ეს საკმაოდ რთულია. ეს არ არის ადვილი. არის წიგნები, ხალხი კითხულობს ამას, ემზადება, გეგმავს. აი ნახეთ, ჩვენი გამოცდილებით ვზრდით შვილებს. და ჩვენი გამოცდილება არასაკმარისია ამ ბავშვებთან. აი აქედან დავიწყეთ ჩვენ, ხო? ზუსტად რომ თუ მაშინ დედა იყენებდა რაღაც, ან სკოლა იყენებდა დირექტიულ მიდგომებს უფრო იყვნენ ცოტა დირექტიულები აღსდაში ეს დირექტიული მიდგომა დღეს ამ ბავშვებთან აღარ ამართლებს არ არის შესაბამისი არ არის რელევანტური ამ ბავშვებთან მიდგომის დროს და ყოველთვის უკავშირი არის ძალიან დამანგრეველი უფროსისთვის ბავშვისთვისაც რა თქმა უნდა მაგრამ უფროსისთვის უფრო ამიტომ ის რომ აი ამის საჭიროება იდგა კი ვიცოდი და ყოველთვის ვატყობდი იმიტომ რომ მე პირადად როგორც სამი შვილის დედას შემიძლია ხმამაღლა თქვა ხოლმე რომ ძალიან დიდი შვილები მყავს უმცროსთან შედარებით ძალიან დიდი სხვაობაა ჩემ შვილებს შორის და სულ სხვა დედა ვიყავი ჩემი უფროსი შვილებისთვის და სულ სხვა რეალობა მოიტანა ჩემმა პატარა შვილმა და ანუ იმდენად შევიცვალე როგორც დედა რომ ყველაზე დიდი კომპლიმენტი რაც კი მიმიღია ალბათ ჩემ ცხოვრებაში ჩავთვლი რომ ეს არის ჩემი შვილთანას შვილის კომპლიმენტი რომ დედა შენ ვერ წარმოვიდგენ როგორ გაიზარდე ჩემიდან მარიამამდე და მე როგორ ვამაყობ იმით რომ შენ ეს შეძელი აი ზუსტად ეს არის რომ ეს თავარი მიქნება ამაში ამ ჩვენს კვლევაში და თავარი გამოწვევა ერთ-ერთი ვიტყოდი ამის გარდა ბევრი იყო მაგრამ ერთ-ერთი თავარი გამოწვევა იყო მშობლების მხარდაჭერა
და მშობელთა სკოლების აუცილებელი არსებობა. ის კი არა რომ ეს დავაარსოთ და რაღაც ფორმა ექნეს, რომ რაღაცა უნდა იყოს ეს სკოლა. არა. მშობელთა სკოლა შინაარსიანი, რომელიც დაეხმარებათ მათ გაუმკლავდნენ შვილების აღზრდას, რომელიც დღეს ნამდვილად დიდი გამოწვევა და პრობლემაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც წავიკითხე, დიდი ინტერესით წავიკითხე ამ კვლევის შედეგები და ჩემი ყურადღება მიიქცია ციფრებმა, როდესაც წავიკითხე, რომ თქვენ ყავდათ 620 რესპონდენტი ამ გამოკითხვების დროს და მათ შორის იყო 68 მამაკაცი. მამების მონაწილეობა, გადაცემის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას პირადი გამოცდილება მოგიყვეთ, მაგრამ მე რომ მუსიკალური განათლება მაქვს, მამის დამსახურება. ასე რომ მამები ხშირად ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ დედებთან შეთანხმებით ან დედებისგან დამოუკიდებლად. საერთოდ მამების მონაწილეობა, თანაბრობა, თანაბარი პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ კვლევებმა რა მაჩვენა, ამ 68 მამაკაცმა რა თქვა, მზად არიან აი ამ თანამონაწილეობისთვის, მზად არიან მეტი სწავლისთვის, რომ მათი შვილების საჭიროებები და უნარები გამოავლინონ? ვინც ჩართული იყვნენ კვლევაში, რომელი მამები ჩართული იყვნენ, ის მამები სწორედ ამას ეკუთვნიან კატეგორიას, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ შვილებს, მუდმივად ჩაერთონ მათ ირგვლივ მიმდინარე პროცესებში, აქტივობებში, რა ვიცი, ნებისმიერ დროს შეგიძლია მიმართო ასეთ მამას და გითხრას, რომ კი მე მოვაგვარებ, მე გავაკეთებ ჩემს შვილებს ცეკვა რაღაც ზღაპრის წაკითხვა კი, აი ნებისმიერ შემთხვევაში გქონდეთ ჩემი მეტი, მე ვიქნები ხეების დარგვაგვინდა. მე თქვენს გვერდით ვარ, გამთავისუფლებ თავს. ანუ არის მამების კატეგორია, რომელსაც დღეს ვერც კი შევადარებ ბაბუების კატეგორიაც, იმიტომ რომ ხშირად ხდება, რომ მამიკოები წასულები არიან და ბაბუს და ბებოს ყავთ ბავშვები დაატოვებული და ამიტომ ბაბუებს უწევთ ხოლმე ახალგაზრდა ბაბუებს შეითავსონ მამის ეგ ჩართულობის თვალსაზრისითაც და ის რომ მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მამაკაცის, მით უმეტეს გინდა გოგო იყოს ბავშვი და გინდა ბიჭი, მამის და მამაკაცის როლი მისი აღზრდის პროცესში გაცნობიერებული თუ აქვს. ანუ თანაბარი პასუხისმგებლობა. კი, აი, თუ აქვს მამაკაცს, დამჯერად ეს ისე აისახება ბავშვის პირով შეიძლებაოდეს და ამ გაზომვისგან მიღებული შედეგების, დადებითი შედეგების დანახოება მამისთვის, ბაბუისთვის დღეს ალბათ ყველა მამა და ბაბუა მეტად უფრო ჩართული იქნებოდა ამ პროცესში. მამების ჩართულობის ხარისხებს საუბრობ. ადრე მაგალითად 16 წელიწადია თითქმის დარგს ემსახურები და ადრე უფრო ცოტა იყო. ასე აქტიური მამა როგორ არა, აბსოლუტურად ვერ შევადარებ, აბსოლუტურად ისეთი განსხვავება არის, თუმცა არასაკმარისი. აი, ხედავთ თქვენ ციფრებს. დიახ. და რაოდენობრივი კვლევის პროცესში ეს ნათლად დავინახეთ ჩვენ, ხო, ძალიან ცოტა არის, მაგრამ ეხლა რომ ყავს ისეთი მამები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ, რომ ქალიშვილების მხარდამჭერები იყვნენ, არ შემიძლია არ მოგიყვეთ ემიგრაციაში მინდოდა რომ ემიგრანტებზე გადავსულიყავით ახლა, იმიტომ რომ ტექნიკური საშუალებები გვაძლევს საშუალებას, რომ ემიგრანტი მშობლები თანამონაწილე გახდნენ ამ პროცესის, როდესაც ვსაუბრობთ ბავშვთა კეთილდღეობას და ბავშვზე ორიენტირებულ განათლებაზე და სკოლამდელ ასაკზე მოხდა ლაპარაკი. ამიტომ ზუსტადაც მინდოდა მეკითხა, რომ აი რამდენად არის აქტიურობა. აი რაც შეეხება აი ამ კვლევის ერთ-ერთი მიგნებაც იყო, კიდევ ერთი მიგნება, რომ ემიგრანტი მშობლები ალბათ 2% თუ არიან ჩართულები ბავშვების კი ყოველდღიურობაში. ანუ ისინი საქმის კურსში არიან, რა თქმა უნდა, იციან ბავშვის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ დაჭირდებათ. ეს უფრო მეტად ხო იცით ფინანსური კეთილდღეობის გამო, მაგრამ ჩართულობა სხვა არის. ეხლა ერთი ბაღი იყო მაგალითად, რომელსაც ჰქონდა ესეთი აქტივობა, ჩვენთან არის ხშირია ძალიან, რომ აი მამა გვიკითხავს ზღაპარს, ოჯახის წევრები მოდიან ზღაპარს გვიკითხავენ და აი ამ ბაღის მასწავლებლებს ჰქონდა ესეთი ჩართულობა, დედამ წავკითხა ემიგრაციაში მყოფმა დედამ კომპიუტერის, მეშვეობით, მესენჯერის მეშვეობით ზღაპარი ბავშვებს ჯგუფში, თავისი შვილის ჯგუფში.
თქვენ რო გინახეთ ეს ბავშვი როგორი ბედნიერი იყო და კომპიუტერის საშუალებით იგი შესაძლებელია შესაძლებელია მშობელთა კრებებსაც დაესწრონ იქიდან შეუთანხმოთ დრო და დაესწრონ და აი რაც დავიწყე არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ყავს არაჩვეულებრივი ერთ-ერთი აღსაზრდელის მამიკო გოგონასი რომელსაც მოუწია ემიგრაციაში წასვლა 3 თვით და მოვიდა და გითხარა ისა მე ვუტყო თოჯინასო რომელიც ნუ მე მგავსო რაღაც წერებში ძალიან ისეთი თოჯინა კენის ფიგურა და ვუთხარი რომ სანამ მე ჩამოვალ ეს იქნება შენს გვერდით და ეს ვიქნები მე ეს იქნება შენი ხო შენი მამიკო ანუ სახელსაც ეძახდა მამიკოს სახელს ამ თოჯინას და ყველაზე ის იყო საოცარი შემთხვევები იყო რომ მოყავდა აქტიობას ეწევოდა და შედაჭიდი გვისმინეობნებოდა საღამოს მასთან ერთად იწინებდა თუ რაიმე გაგიჭირდეს და გინდოდეს რაიმე თვითონ ხო ძალიან ახლოს იყო შვილთან და ეს უნდოდა ხოლმე თავის აი რომ მოგინდება და მე ამ დროს ვერ გამესაუბრები ხო ამას გაესაუბრე და აი ასე გაუადვილა წარმოიდგინეთ მამამ გაუადვილა მისი ემიგრაციაში წასვლა პატარა ქალბატონს სხვათა შორის ჩვენ ფონდს ხშირად ყავს სტუმრები, ძალადობის ხეპლები და ეხლა გამახსენდა ერთ-ერთი ამბავი, რომ როცა გაივლის წლები, მშობლებს უჩნდებათ სურვილი, რომ უფრო ახლოს იყვნენ თავის შვილებთან, სულიერად. იმიტომ რომ მანამდე მათ ფინანსურ უზრუნველყოფაზე ფიქრობენ, რაღაც გარკვეული სამსახურებრივი მოვალეობის გამო ვერ აქცევენ შვილებს ყურადღებას, მაგრამ აუცილებლად უდგებათ მომენტი, როდესაც მათ უნდათ რომ უფრო ახლოს იყვნენ თავიანთ შვილებთან და აი ბავშვები აღარ იღებენ დიდობის ასაკში მერე უკვე თუ კი შენ ამ ადრეულ წლებში გამოტოვებ ამ ურთიერთობებს, რადგან ეხლა ვლაპარაკობთ ანუ ჩართულობას, მის კეთილდღეობაში ჩართულობას, აი უკვე როცა წლები გადის, ბავშვები ნაკლებად მეტნაკლებად რა თქმა უნდა იღებენ არ პატიებენ მშობლებს ამას სულიერ სიახლოვეში აი ეს მეგობრობა, ის სულიერი საზრდოობა, სიახლოვე აი რაც თქვენ მოყევით ახლა მაგალითად წინა მამაშვილის მაგალითზე ეს მე აღარ გამოდის ვეღარ იბრუნებ იმ ბავშვობის წლებს და წლებს მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ მშობლების ჩართულობაზე ემიგრაციაში მყოფი მშობლების ჩართულობის მნიშვნელობაზე მაგრამ არ ვისაუბრია სახელმწიფოს როლზეც იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მშობელმა არც კი იცის რომ სახელმწიფოს აქვს სპეციალური სერვისები და ინფორმირებული ნაკლებად არიან ამის შესახებ რომ გარკვეული საჭიროებების შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას პირიქით კანონით ვალდებულია რომ ჩართული იყოს და იყოს ერთ-ერთი მონაწილე აი ამ სოციალური სისტემის რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ბავშვზე ორიენტირებული განათლების მიცემას ბავშვისთვის დავიწყებ იქიდან რომ ადრეული ბავშვობა აი რაც თქვით თავიდან და გავაგრძელებთ სახელმწიფო სერვისებთან მიმართებაში ადრეული ბავშვობა ის პერიოდია რომელიც მეცნიერულადაც ნებისმიერ ასაკში მყოფ ადამიანს რაც არ უნდა ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნეს დეპრესია იქნება ნერვოზი იქნება რამე იქნება ფსიქოლოგი დაჭირდეს ფსიქიატრი დაჭირდეს ყველა აბრუნებს ადრეულ ბავშვობაში და პირველი კითხვა იწყება აი როგორი ბავშვობა გქონდა რა მოხდა შენ ცხოვრებაში როგორი მშობლები როგორ გექცეოდნენ და რა გახსოვთ ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ადამიანის პიროვნება ჩამოყალიბების პროცესში მეცნიერები ამტკიცებენ რომ აქ ყალიბდება პიროვნება თავისი ღირებულებებით დამოკიდებულებებით თავისი ემპათიით ყველა იმ თვისებით რა თვისებაც ადამიანს ხდის სოციალურს და დანარჩენი ცხოვრება ამაზე დაშინება არის ყველაფერს ზუსტად რაც თქვით რომ მშობლებს მე გინდა შვილთან სიახლოვე მაგრამ სურო ხალხს კრავდი და ეუბნებოდი რომ აი მე ამცალია ეხლა დაიცადე სადმა გამიწო შენ საპრების დრო აი ზუსტად ეს პრობლემა არ არის ბავშვის გამოძახილია ბავშვმა კი არ მოიტანა და ვაიმე როგორ პრობლემებს მიქმნის კი არა ჩვენ შევქმნით აი ამ თვალსაზრისით რომ შევხედოთ ზუსტად ჩვენ ვქმნით ამ პრობლემას და უკანა ჩვენ ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება შეიძლება ერთი წაკითხვის ზღაპარი სულიერად უფრო დიდ რამეს იწონიდეს ვიდრე მისთვის დატოვებული ან აშენებული სახლი აბსოლუტურად გეთანხმებით და
რომლის საშენებაში მას თვითონ მონაწილეობა არ მიუღია. მართლაც ჩვენი გადაცემის ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას, თორე იმდენი რამის გაზიარება შემიძლია ამასთან მიმართებაში, თუნდაც პატარა ჩემი შვილიდან გამომდინარე, რა კეთილდღეობის მოტანა შეუძლია დაკავებული დედის პირობებში იმ 15 და 20 წუთიან ბავშვთან ყოფნას, ჩართულობას და მასთან ყოფნას, ყველაფრის გარეშე და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის, მაგრამ ამისთვისაც გვექნება ალბათ დრო შემდეგ სიტუაციებში უბრალოდ ეხა დაუბრუნდები სახელმწიფო სერვისებს. აი, კვლევის ერთ-ერთი მიგნება იყო ის, რომ ჩვენ სერვისები, ჩვენ საბავშვო ბაღებს აკლია ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების შესახებ. აი, ამ თვალსაზრისით დავგეგმეთ, შემდეგ შეხვედრა, აი ბავშვთა უფლებების სამსახური არსებობს, სოციალურ სამსახურში არის კიდევ სამსახური ბავშვთა უფლებების, რომელსაც არჩეულ ხელმძღვანელი ყავს და ჩვენ აი მე და გაერთიანების ბავშვთა უფლებების სამსახურის კოორდინატორი მივედით და თხოვეთ თანამშრომლობა, იმიტომ რომ ინფორმაციის დონეზეც კი არ ვიცნობთ ბევრ სერვისს, რომელიც კეთილდღეობის მომტანი იქნება ბავშვებისთვის, იმიტომ რომ დედას თუ ეს ეცოდინება, რომ უფასოა, აუცილებლად წაიყვანს ბავშვს. თუნდაც ის პრობლემა, რომ სსმ და შშმ ბავშვების ადრეული ინტერვენცია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იგივე ამ ბავშვმა განიცადოს პროგრესი და განვითარდეს სწორად, ესეც დამოკიდებული იმაზე, რამდენად მე მეცოდინება და მივაწოდებ ამ სერვისების არსებობას ჩემს სოციუმში, რომ წაიყვანოს ბავშვი და ჩართოს. აი თქვენ ერთი წუთით რო წარმოიგებთ, ახლა გვისმენენ მშობლები. თქვენ ფიქრობთ, რომ სსმ პირი რო ვთქვით, ბევრმა იცის ეს რას ნიშნავს? უკვე იციანია, იმიტომ რომ მაინც გამომართვა. ეს ისეთი დრო მოვიდა სამწუხაროდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებას. და აი რას გულისხმობს? სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება გულისხმობს იმას, რომ აუცილებელია, რომ ბავშვზე ინდივიდუალური და მორგებული პროგრამა ჰქონდეს. მისი საჭიროებები არ არის მისი ასაკის შესაბამისი. უნდა მოერგოს, ამიტომ უნდა არსებობდეს მულტიდისციპლინარული გუნდი, უნდა არსებობდეს ცენტრი, ადრეული განვითარების ცენტრი, რომელშიც ჩართული იქნება ბავშვი, ადრეული განვითარების სპეციალისტი, რომელიც ივლის ბავშვში, ანუ ეს არის მთელი ერთი დიდი სისტემა, რომელიც უნდა იყოს აწყობილი და ნაწილობრივ ჩვენ ეს აწყობილი გვაქვს, როგორ არა გვაქვს. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს დაუშვათ გაკეთებული, მაგრამ ინფორმაციის მიწოდებაზე ვსაუბრობდით ახლა ჩვენ. ერთ-ერთი მიგნება ზუსტად ეს არის, რომ შეხვედრები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ბაღებში დაგეგმილი, თუნდაც აი ჩვენი მიმართვის საფუძველზე, მაგალითად ცენტრებმა, ფსიქოლოგიური ნეიროგანვითარების ცენტრია, ასევე ადრეული განვითარებაზე მომუშავე ცენტრები, მითხრეს, რომ თუ თქვენგან იქნება მომართვა ბაღებიდან, ჩვენ მოვართ და შევხვდებით მშობლებს და გავაცნობთ ჩვენი სერვისების შესახებ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მშობლებსაც ამაზე ჰქონდათ ძალიან ისეთი მოთხოვნა, რომ რა ვიცი, კი ვამისამართებ მე, რომ აი თუ თქვენ გაქვთ სურვილი და გცნობთ, რომ ეხლა ჩვენ ჭირდება ბავშვს დახმარება და რაღაც პატარ-პატარა სახის საჭიროებები გამოიკვეთა, ზოგი მოყვება, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი გეუბნება, რომ თანხა, მე თანხა ვარ მაქვს და ამ დროს რომ შენ უკვე დარწმუნებულად ეტყვი და ჩამოუყალიბებ, რომ ამ სერვისების მიწოდება უფასო არის და სახელმწიფო უზრუნველყოფს აუტიზმის პროგრამას, იქ ძალიან ბევრ პროგრამას აფინანსებს 6 წლამდე ქუთაისის მუნიციპალიტეტიც. ხო, ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, შედეგი მოყვება ბავშვის. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ვისწავლოთ, მივაწოდოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ბავშვი იყოს კეთილდღეობაში და ბავშვმა იგრძნოს, რომ მე ვფიქრობ, რომ მშობლებმაც უნდა გააცნობიერონ ის, რომ უკვე შეიცვალა დამოკიდებულება, რომ მხოლოდ კარგი მშობელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვის განვითარება სწორად წარიმართოს. მხოლოდ კარგი ბაღი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვის კეთილდღეობაში ცხოვრობდეს. მხოლოდ კარგი სახელმწიფო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ან სახელმწიფო პროგრამები იმისთვის, რომ ბავშვის კეთილდღეობა იყოს დაცული, იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი, ასე ვთქვათ, სისტემაა, რომ საჭიროა ამის ერთობლივი, კოორდინირებული, როგორც იტყვიან, კოორდინირებული მოქმედება. თქვენი აზრით,
ვინ უფრო განწყობილია ამისთვის? ყველაზე მეტი მზაობა, ყველაზე მეტი დაინტერესება, მშობლები, თავად თუნდაც პედაგოგები, ადრეული ასაკის დაწესებულების თუ ყველა ერთად. ნახეთ, არ შემიძლია არ გავიხსენო, ფინეთში საგანმანათლებლო ვიზიტით ვიყავით და ბაღში და სკოლაში, როდესაც პრეზენტაციას აკეთებდნენ, თავიანთი კონცეფციას გაცნობდნენ და განათლების სისტემას გაცნობდნენ, პირველი სლაიდი, რაც გამოქვთ ეკრანზე, ეს იყო პირამიდა. რომელ პირამიდის თავზეც იჯდა ბავშვი და აქეთ სკოლის შემთხვევაში სკოლის მასწავლებელი იყო და მშობელი. ბაღის შემთხვევაში ბაღის გარემო და მშობელი და გეკითხებოდნენ ესეთ კითხვას, აი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ერთი მხარე არ არის. არ არის ეს პირამიდის ერთი მხარე. როგორ მდგომარეობაშია ზემოთ ჯდომი ბავშვი? ანუ როგორ სიტუაციაში იქნება? არა მყარში გადმოვარდება, ნუ 1000 მას გთავაზობდნენ. ანუ ზუსტად ეს არის ამის გააზრება არის მნიშვნელოვანი. იაკო, ყველას უნდა რომ ბავშვი კარგად იყოს. ამაზე ყველა თანხდებით, რომ ოჯახსაც უნდა რომ ბავშვი იყოს კარგი აღზრდილი, კარგად გრძნობდეს თავს, ბედნიერი იყოს. ჩვენი საზრუნავით საგანმანათლებლო გარემოს, ბაღის გარემოსი არის პირველი რომ ბავშვი იყოს კეთილდღეობაში, ანუ ბედნიერი იყოს ბავშვი. საზოგადოებაც მუდმივად და მუნიციპალური სამსახურებიც ზრუნავენ რომ ბავშვი ბედნიერი იყოს, მაგრამ თუ ეს ცალ-ცალკე კეთდება როგორც ხავა, თუ ეს არ არის კოორდინირებული, არ არის შეკრული, არ არის სწორად მიწოდებული, არ არის როგორ გითხრათ, აი თუნდაც იმ მშობელთა სკოლების გაძლიერებით, თუნდაც აი გაძლიერებული, თუ არ გააძლიერებს მშობელი, ეკონომიკური გაძლიერება, რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეკონომიკურ გაძლიერებაზე კიდე მნიშვნელოვანი ზუსტად ის აღზრდის და აღზრდაში პრობლემებთან გამკლავების, მიწოდების აუცილებლობა უდგას მშობელს, რომ მე შეიძლება ყველაფერს ვაკეთებ და მიმაქვს ჩემი შვილისთვის, მაგრამ ის სულიერ საზრდოს ვერ ვაწოდებ, რაც ყველაზე მეტად ჭირდება. აი კოორდინირებული მუშაობა გვაკლია, თორე ყველა არის მონდომებული, რომ ბავშვი იყოს კეთილდღეობაში, ბავშვი იყოს ბედნიერი, მაგრამ კოორდინირება კიდევ უფრო მჭიდრო გვაკლია. არის შეიძლება უკაცრავად შეიძლება მშობელი ზოგჯერ ვერ საცნობიერებს იმას, რომ ბავშვი ირდებოდეს განსაკუთრებული საჭიროება, განსაკუთრებული ყურადღება რაიმე თვალსაზრისით, გნებავთ ეს იყოს ჯანმრთელობა, გნებავთ ეს იყოს უნარჩვევების გამომუშავება, გარკვეული საჭიროებები. მგონია რომ თანდათანობით ყინული რღვევა და აი აქეთკენ მივდივართ, რომ მშობლები უფრო თამამები იყვნენ აი შვილის პრობლემებზე საუბარში, ამას გულისხმობ. აი როდის ახართ თქვენ, როდის იხსნებთ თქვენ მაგალითად ვინმეს რომ ესაუბროთ, როდესაც ის მხარე გაძლევთ ამის საშუალებას. ზუსტად ეს არის ჩვენს რეალობაში, რომ რაც შეიძლება მეტი მასწავლებელიც უნდა იყოს გონიერი, მეტი მასწავლებელი უნდა იყოს ემპათიით, აღჭურვილი პასუხისმგებლობით, რომ ეს პასუხისმგებლობა მას აკისრია. მშობლებიც ჩვენი გასაზრდელია, ახანდახან კითხვა დაისმება. მშობლებს დახმარება, მშობლები ჩვენი შვილების თაობა არიან დღეს, რომლებსაც ბაღში დაყავთ ბავშვები, ხო? ამიტომ მათ დახმარება ჭირდებათ. ჩემი გასაზრდელი კი არა, მათ აღზრდაში ერთმანეთს ვზრდით. აუცილებლად მათგან ძალიან ბევრი, მე ჩემი შვილებისგან ძალიან ბევრ ამის ვსწავლობ. აი პატარა ბავშვებისგან. პატარებისგან ხო, აი სიყვარული, უპირობო, თუ გინდა გაიგო, რას ნიშნავს? უნდა იურთიერთობა ბავშვებთან, იმიტომ რომ უპირობო სიყვარული შეუძლიათ მხოლოდ ბავშვებს. კარგი. უპირობო სიყვარულის თემა კიდევ შემდეგი გადაცემებისთვის გადავინახოთ, ესე ვთქვათ, მაგრამ ერთ რამეში ვთანხმდებით, რომ მხოლოდ ერთად ოფნას, ერთად დგომას, კოორდინირებულ მუშაობას და სწორედ იმას, რომ აი ეს იყოს ერთიანი სისტემა ურთიერთდახმარების და ბავშვზე ორიენტაციის და ბავშვზე ორიენტირებული სისტემა რომ იყოს, მე ვფიქრობ, რომ აი განახლებადი ცოდნებს ითხოვს, განახლებად განათლებას ითხოვს ყოველდღიურად ჩვენი ბავშვები, ჩვენი ახალგაზრდა თაობა და ყველა ალბათ მომავალი თაობა კიდევ უფრო მეტად მოითხოვს ამას. და მხოლოდ ერთად ყოფნით და ერთად ზრუნვით შევძლოთ იმას, რომ გამოგვივიდეს ჰარმონიული ურთიერთობა ამ თაობასთან, იმიტომ რომ
თუ თაობებს შორის არ არის ჰარმონიული ურთიერთობა, შემდგომში ჰარმონიული ურთიერთობა ეს აისახება ჩვენს მომავალზე. პირდაპირ კავშირშია დღეს ჰარმონიული ურთიერთობა ბავშვთან და დღეს ჩვენი კოორდინირებული მუშაობა, ოჯახი, თემი, ბავშვი, საზოგადოება და აი ამის გაერთიანება, მხარდაჭერა, ერთმანეთის გაძლიერება მოგცემს მომავალში საზოგადოებას, რომელიც იქნება მეტად უფრო ჰუმანური, ეთელშობილი და ადაპტირებული იმ რეალობაში, მორგებული იმ რეალობას, რომელიც რეალობის წინაშეც ყოველწლიურად სხვადასხვანაირად თქვა. და როგორც ჩვენს კვლევაშია ნათქვამი, სოციალური პარტნიორობის წყობრის სისტემა. მოდით ვისურვოთ, რომ ჩვენს გარემოში იყოს სოციალური პარტნიორობის წყობრის სისტემა, რათა ჩვენს ქვეყანაში გაიზარდონ ბედნიერი ბავშვები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.